მოგესალმებით მეგობრებო, მე და ჩემი არხი კეტო მეგობარი. Როგორც შეგპირდით, ორგანული მაღაზიიდან გამოვიწერე ორგანული პროდუქტები, ორგანული მაღაზიის ლინკი ამონათდება organika.gi. Ამ ონლაინ მაღაზიას რეკლამას არ უკეთებ, უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე არსებული ორგანული პროდუქტის მაღაზიებიდან, ონლაინ მაღაზიებიდან ყველაზე უფრო მეტად შედარებით იაფად შეგიძლიათ პროდუქტები შეიძინოთ ამ ონლაინ მაღაზიაში, სადაც არა მარტო კეტო მეგობრული, არამედ ზოგადად ყველა სახის ორგანული პროდუქტი იყიდება. თუ ხართ კეტო დიეტაზე, არის გამოყოფილი სპეციალური გვერდი უშუალოდ კეტო მეგობრული პროდუქტებისთვის და ამის გარდა კიდევ სხვა ძალიან ბევრი სასარგებლო ჯანსაღი პროდუქტი იყიდება ამ მაღაზიაში. შეგიძლიათ მოინახულოთ ვებგვერდი და თუ რაიმე დაგაინტერესებთ, აუცილებლად შეიძინეთ. მე რამდენიმე პროდუქტი გამოვიწერე ახლა, ბუნებრივია მე მხოლოდ კეტო მეგობრული პროდუქტები გამოვიწერე და თქვენთან ერთად დავაანბოქსინგებ. Აი ასეთი ყუთი გამომიგზავნეს. მოდი ახლა გავხსნათ და ვნახოთ რაები გამოვიწერე. ეს ჩემი ინვოისი. ესე იგი. პირველი არის სტევია. ეს არის ბუნებრივი კეტო მეგობრული დამატკბობელი. ზოგადად რომ იცოდეთ, ძირითადად სამი კეტო მეგობრული ბუნებრივი დამატკბობელი არის. ეს არის ერითრიტოლი, ქსილიტოლი და სტევია. ერითრიტოლი და სტევია არის ნულოვანი გლიკემიური ინდექსის მქონე და ორგანიზმში ინსულინის დონეზე საერთოდ ზეგავლენას არ ახდენს. ხოლო ქსილიტოლის გლიკემიური ინდექსი არის 6. და ის გარკვეული სახის შაქრებს შეიცავს და ოდნავ ახდენს ზეგავლენას ინსულინზე, თუმცა მცირედით მარტო. მე მაინც მხოლოდ ერითრიტოლს და სტევიას ვიყენებ ხოლმე. ამ შემთხვევაში ამას კი აწერია სტევია, მაგრამ რეალურად შეიცავს ერითრიტოლს 99.8%-ით და სტევია შეიცავს 0.2%-ს. მართალია სტევიას ძალიან მცირე ნაწილს შეიცავს ეს დამატკბობელი და ძირითადად ერითრიტოლიც ბუნებრივი დამატკბობელია და ჩვეულებრივ გამოვიყენებთ ამ შემთხვევაში ამ სტევიას, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ იყიდება ისეთი სტევია, რომელიც რეალურად სხვა ხელოვნური დამატკბობლებით არის დატკბობილი და სტევიას მხოლოდ 0.2 ან 0.1%-ით შეიცავს ხოლმე და მაინც აწერია ზემოდან სტევია, არა და არ არის რეალურად სტევია. ამიტომ მსგავს ტიპის პროდუქტებთან უფრო ფრთხილად უნდა იყოთ. ეხლა გავხსნით და გაჩვენებთ, როგორი არის შიგნიდან. ჩვეულებრივი შაქარივით არის. მოდი გავხსნათ და გაჩვენოთ. თან მაინტერესებს გემოთიც როგორია. ანუ ესე პირდაპირ როდესაც ვსინჯავ, აშკარად განსხვავება იგრძნობა შაქარსა და ამ დამატკბობელს შორის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ პროდუქტში რომ გამოვიყენო, თუნდაც ყავაში რომ ჩავამატო დამატკბობლის სახით, განსხვავებას დიდად ვერც კი შევამჩნევ. მოდი გადავიდეთ შემდეგ პროდუქტზე. შემდეგი დამატკბობელი არის ერითრიტოლი. ზუსტად იგივენაირად გამოიყურა და ამ შემთხვევაში უბრალოდ ინგრედიენტებში ერითრიტოლი არის 100%-იო. გლიკემიური ინდექსი ამისი არის 0%. აი ასე. შემდგომი პროდუქტი არის ეს არის სეზამის ფქვილი. ინგრედიენტები არის სეზამის ფქვილი 100%, მეც არაფერს არ შეიცავს. არის სრულად კეტო მეგობრული. მინდა გითხრათ, რომ ამ საიტზე იყიდებოდა ასევე ძალიან ბევრი სხვა კეტო მეგობრული ფქვილები, ეს იყო ქოქოსის ფქვილი, სელის ფქვილი, ნუშის ფქვილი, ასევე ჩიას ფქვილი. მოკლედ ძალიან ბევრნაირი კეტო მეგობრული ფქვილი იყიდებოდა და ასევე არაკეტო მეგობრული ფქვილიც. ქოქოსის ფქვილი შეგნებულად არ შევიძინე. ზოგადად ქოქოსის ფქვილი ითვლება, რომ კეტო მეგობრულია, თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკმაოდ
მაღალ ნახშირწყლოვანი 100 გრამ შემადგენლობაზე საშუალოდ 15 გრამ წმინდა ნახშირწყალს შეიცავს. ამიტომ მინდა გითხრათ, რომ მე პირადად ასეთ მაღალ ნახშირწყლოვან პროდუქტებს არ ვიყენებ. რადგან სულ რაღაც 200 გრამი ქოქოსის ფქვილი რო გამოვიყენო, უკვე ყოველდღიურ ნახშირწყლების ლიმიტს ვაჭარბებ. შესაბამისად, ვცდილობ, რომ მაღალ ნახშირწყლოვანი პროდუქტები არ გამოვიყენო. სეზამის ფქვილს რაც შეეხება, საკმაოდ დაბალ ნახშირწყლოვანია. 5-დან 6 გრამამდეა თუ სწორად მახსოვს. თუ ვინმე დაინტერესებული ხართ კეტომეგობრული ფქვილის ნახშირწყლების ოდენობით, ეხლა ამოვანათებ მე ცხრილს. აქ წერია ყველა კეტომეგობრული პროდუქტის ნახშირწყლების შემცველობები, წმინდა ნახშირწყლების ოდენობები და შეგიძლიათ ამითი ხელმძღვანელოთ. ყველაზე უფრო მეტად დაბალ ნახშირწყლოვანი ფქვილი არის სელის ფქვილი. სელის ფქვილი არ ვიყიდე, რადგან მაქვს სელის თესლი და მე თვითონ შემიძლია დავთქვა. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ კეტოზე ნუშის ფქვილი, ჩიას ფქვილი. მოკლედ ცხრილში მოცემულია ყველა კეტომეგობრული ფქვილი და შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა დესერტების, ნამცხრობის და კეტო პურების მოსამზადებლად. შემდეგი რაც გამოვიწერე, ეს არის ნუშის რძე. ინგრედიენტები არის წყალი, ნუში 4%, მზესუმზირის ლეციტინი, ზღვის მარილი და მეტი არაფერი. შეიძლება გაგიჩნდეთ კითხვა, რომ თუ მზესუმზირის ლეციტინი შეიცავს, რანაირად არის კეტომეგობრული. ამაზე მინდა გიპასუხოთ, რომ მზესუმზირის ზეთს ზოგადად კეტო დიეტაზე არ ვიყენებთ, რადგან შეიცავს არაჯანსაღ ქოლესტერინს, ომეგა-6 და არ არის ეს კეტომეგობრული ჯანსაღი ქოლესტერინი, მაგრამ მზესუმზირის ლეციტინი შეიცავს ფოსფოლიპიდებს და საკმაოდ სასარგებლო სტრუქტურულ ცხიმებს. გამოიყენება დანამატების სახით სხვადასხვა კეტომეგობრულ დესერტებში. დამოკლედ რომ გითხრათ, მზესუმზირის ლეციტინი არის კეტომეგობრული და თუ იგი რომელიმე კეტომეგობრული პროდუქტის დანამატებში არის, შეგიძლიათ რომ ასეთი პროდუქტი მიიღოთ. უშუალოდ მზესუმზირის ზეთს რაც შეეხება, მზესუმზირის ზეთს კეტო დიეტაზე მოერიდეთ. ამას ახლა მე გავხსნი და გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება და გემოსაც გაგიზიარებთ. მოდი გავხსნათ. ხოჭერს მეც ძალიან მაინტერესებს ამის გემო, არასდროს გამისიჯავს. პირველ რიგში კეტომეგობრული იმიტომ არის, რომ ლაქტოზას არ შეიცავს. თუმცა არის მაღაზიებში ულაქტოზო ძროხის რძეც და რეალურად მის ინგრედიენტებს თუ ნახავთ და ინგრედიენტებშიც ლაქტოზას არ შეიცავს, შეგიძლიათ ასეთი რძე მიირთვათ. ამას რაც შეეხება, ცოტა ოდნავ მუქი ფერი აქვს. მოდი ახლა დანაც გაჩვენებთ. გემოს რაც შეეხება, ცოტა ძაფრი გემო აქვს. ჩვეულებრივი ძროხის რძის გემო არ აქვს, თუმცა არასასიამოვნო დასალევი არ არის. შეიძლება ესე პირდაპირ დალევადი და სასიამოვნო არ იყოს, თუმცა დარწმუნებული ვარ, დესერტებში საკმაოდ კარგად გამოვიყენებ ამ რძეს. და ჩვენი დღევანდელი ბოლო პროდუქტი არის ქოქოსის რძე. ინგრედიენტები: ქოქოსის ექსტრაქტი 60%, წყალი, მხოლოდ ქოქოსს და წყალს შეიცავსო. ხო, კიდევ კვებითი ღირებულება 100 გრამ შემადგენლობაზე არის 17 გრამი ცხიმი, 15 გრამი ნახშირწყალი, აქედან 0.8 გრამი არის შაქარი. ნებისმიერი კეტომეგობრული პროდუქტი, რომელიც არ უნდა იყიდოთ, შეფუთვაზე აუცილებლად მიაქციეთ მის 100 გრამ შემადგენლობაზე რამდენ გრამ ნახშირწყალს შეიცავს. ხშირ შემთხვევაში წერია ხოლმე მთლიანი ნახშირწყლების ოდენობა, აქაც წერია მთლიანი ნახშირწყლები 15 გრამიო და შაქრები 0.8 გრამი. რეალურად შეგიძლიათ ინტერნეტში ნახოთ ყველა პროდუქტის წმინდა ნახშირწყლების ოდენობა. ახლა მოვიძიებ ქოქოსის რძის წმინდა ნახშირწყლების ოდენობას და ამოვანათებ ვიდეოს მსვლელობისას. რაც შეეხება ნუშის რძეს, ნუშის რძეს ნახშირწყლების ოდენობა არის 0.3 გრამიო, მათ შორის შაქრები 0.1 გრამი. ამის ნახშირწყლები ისედაც ძალიან ცოტა არის. კეტომეგობრული ფქვილის წმინდა ნახშირწყლები უკვე
გაჩვენეთ, რაც შეეხება შაქრებს. თუ ერითრიტოლს და სტევიას ვიყიდით, ამ შემთხვევაში არ მოგვიწევს დათვალა, ქსილიტოლის შემთხვევაში უნდა დავთვალოთ დაახლოებით 100 გრამზე 6 გრამი არის წმინდა ნახშირწყალი და შესაბამისად უნდა იხემძღვანელოთ და უნდა იხმაროთ ისე, რომ დღიურ დოზას არ გადააჭარბოთ. მოკლედ მეგობრებო, დღეისთვის სულ ეს იყო. თუ მოგწონთ მსგავსი ტიპის ვიდეოები, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. თუ ბევრ ლაიქს დააგროვებს ვიდეო, აუცილებლად კიდევ გამოიწერს სხვა კეტომეგობრულ პროდუქტებს, ამჯერად უკვე ტკბილეულს, კეტომეგობრულ შოკოლადებს, კამფეტებს, საღეჭ რეზინებს და თქვენთან ერთად დავაგემოვნებ ხოლმე. ამიტომ თუ ხართ დაინტერესებული მსგავსი ტიპის ვიდეოებით, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება. მადლობა ძალიან დიდი, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.